მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო და Facebook გვერდის მაყურებელო. დიახ, პარასკევია და მე ისევ ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან დღეს ჩემი სტუმრები. თუმცა არა, მე ვარ მათი სტუმარი, მოვედი ჩემს მეგობრებთან, რათა შეგატყობინოთ ძალიან საინტერესო ამბავი. ზურაბ ხუციშვილი, კინოპროდიუსერი, მაია არჩვაძე, კინორეჟისორი და პედაგოგი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. აი ხლა რომ გაცხადებდით, ნერვიულობდი, იმიტომ რომ ჩემთვის უჩვეულოა, როცა აი ახლობელ ადამიანებს წარმოაჩენ, რაღაცა ტენდენციურობაში არ ჩამომართვან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი მე თქვენ ხშირად არ გეპატიჟებით. და იმდეს ვიცახი, რომ ტენდენციური ჩემი ახლობლები არა, მე იჩაგრებიან და რატომაც არა, ჩემო ძვირფასებო, მოსალოცად გაქვთ საქმე. მადლობა. იმიტომ რომ ბათუმში ჩატარდა სპორტული კინოს ფესტივალი ნიკე. როგორ აი დავიმახსოვრე რა ბედნიერი ვარ და თან პირველად ჩატარდა. ჩემთვის ეს არის ამაღელვებელი, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ დაიბადა ძალიან საინტერესო იდეა და მოდი დავიწყოთ. რომელი დაიწყებთ? მაია. როგორც იდეის ავტორი. იდეის ავტორი. მაია, მოდი მომიყევი, აი მე ცოტა ბოლოს თქვენს შემოქმედებაზე, მაგრამ ეხლა ეს ახალი ამბავი, ექსკლუზივი ჯერ არ გაციებულა და მომიყევი ფესტივალზე. გია, დაახლოებით 4 წლის წინ ვიფიქრე, რომ ეს ფესტივალი ნეტავოდეს მე ჩატარებულიყო. ზურას არასოდეს არ უნდოდა და რატომღაც არ წარმოედგინა ამ იდეის განხორციელება, ასე არ ვიტყვი. ეტყობა იცოდა, რომ ძალიან რთული იქნებოდა ფესტივალის ჩატარება. ჩემთვის რაღაც იოლად უყურებდი ამ ამბავს. და ამ ზაფხულს აჭარის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა ფესტივალების შესახებ გრანტი. სრულიად შემთხვევით მოხდა ის, შემთხვევით ვნახე ეს და შევიტანეთ იქ პროექტი და გავიმარჯვეთ. უბრალოდ 21 პროექტი დააფინანსეს და მათ შორის იყო ეს ჩვენი პროექტიც. მე მინდა ვთქვა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ერთია, როდესაც იდეა გაქვს და მეორეა ამ იდეას რომ დაინახავს ადამიანი და ხელს შეგიწყობს და აქედან მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა აჭარის კულტურის მინისტრს ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, იმიტომ რომ ჩემთვის ცნობილია, მე მითხრეს, რომ როდესაც ეს პროექტი შევიდა, ქალბატონ ელისო იყო ძალიან დიდი მხარდამჭერი და ხა ის რომ გენიალური პიანისტია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ აი სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ეს ჩემს გულში რაღაცა ისეთ იყო, რომ როგორ დაინახა, რანაირად შეძლო, რომ ეს მასშტაბი დაენახა, თქო, გულსფელად ვამბობ, აი ესე ვიფიქრე და ძალიან მადლიერი ვარ მისი, იმიტომ რომ სპორტული ფილმების ფესტივალებს დიდი ტრადიცია აქვს მსოფლიოში. მაგალითად, პალერმოს ფესტივალი 45 წელია უკვე რაც ტარდება, მილანში ტარდება, საფრანგეთში ტარდება ეს ფესტივალები, მაგრამ საქართველოში არასოდეს არ ჩატარებულა და ეს არის პირველი შემთხვევა და თვითონ ამოირჩია, რომ იტყვიან ბათუმი. მაია, რა მაინტერესებს იცი, აი სპორტული კინოს ფესტივალი. იმდენად ჩემთვის იყო, ოღონდ მე უფრო ადრე ვიცოდი, ვიდრე ჩაატარეთ. ანუ თქვენგან მოგიყოლიათ, თქვენგან გავიგე სპორტული კინო. თუ ცალკე მიმართულება იყო და მე ეხლა ვნახე რა მასშტაბის ყოფილა თურმე სპორტული ფილმების ჩვენება და რამხელა დაინტერესება. ზურა, რატომ არ გინდოდა? აი რა არა ხარ შიშარა და ცოტა ისეთი შიში არ არის თავარი. ну რა ვიცი, როგორც კინოპროდიუსერებს რაღაცა სხვა შეხედულება აქვს რეჟისორებზე, ჩვენ ნაკლებად რომანტიკულები ვართ, ამ შემთხვევაში პრაქტიკულები ვართ. მით უმეტეს ახლა შენ კარგად ისი
კინო ტელეოპერატორების ფესტივალის დირექტორი ვიყავი თავის დროზე, რომელიც შენი დაარსებული და შენი იდეა იყო ეს. ზურაბ ეგენავა. რა თქმა უნდა, ზურას გარეშე არა, იდეა შენი იყო, მე ზურამ განახორციელა, ჩვენ ყველამ განვახორციელეთ. რაღაც გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამას სჭირდება დიდი ფინანსები, სჭირდება დიდი დრო და ძალიან მცირე დრო ჰქონდა. აი წარმოიდგინეთ, რომ მაისში ჩატარდა კონკურსი და სექტემბერში უკვე ფესტივალი უნდა ჩაატარო. ფაქტობრივად 3 თვე გაქვს. ძალიან რთულია, ფინანსები არ არის ხა იმდენი, რომ ყველაფერი როგორც კიდე შენგებოძე გაქვს, მე მინდა მაიას ნათქვამს დავამატო, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს გარდა ასევე ჩვენი მხარდამჭერი არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. რომელმაც ასევე გამოყვა რაღაც გარკვეული თანხა, რაც დაგვეხმარა თავისთავად. არ მინდოდა, რა ვიცი. ალბათ შიშის გამო კი აი იმის გამო, რომ ცოტა მაიას ხვანაირად ეგონა, რომ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ იმდენი სირთულე გადავიტანეთ ამ ფესტივალის ორგანიზების დროს და თუნდაც ჩატარების დროს, თან სხვა ქალაქში ვატარებთ, ხო ჩვენ თბილისელები ვართ. კი ბათუმი ძალიან გვიყვარს, მაგრამ მაინც სხვა გარემოში ხარ, ადამიანებთან იმდენი კონტაქტი არ გაქვს. აქ უფრო მარტივია რაღაც საკითხების მოგვარება. მაგრამ მივხვდეთ ამ ჩემი შიშებისა, ყველაფერი კარგად ჩატარდა. რთული გზა გავიარეთ, გულსფელად ვამბობ, მაგრამ რა ვიცი, ღვთისმშობლობით მაინც ყველაფერი კარგად ჩატარდა. იცი რა მაინტერესებს, ისედაც შემოქმედებითი სამსახური თუ აი ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან მუშაობის დროს, ყოველთვის არის კონფლიქტი, რაღაცა ძალიან დიდი ამბავი. ცოლ-ქმარი. აი, მომიყევით, არის ხო ეს რთული, ჭუბი, რა ვიცი, აი. რა ვიცი, თუ გინდა ჯერ მაია ვთქვას. აგია, ყველაფერი ხო იცი ჩვენ შესახებ, აბსოლუტურად. ეხლა არ ვიცი, მაყურებლისთვის თქვა, როგორი მეგობარი ხარ ჩემთვის. მაყურებელს ვეტყვი, რომ საუკეთესო მეგობარი. გიამ ყველაფერი იცი. საერთოდ ჩვენი ოჯახის მეგობარი. ყველაფერი, აი, ყველაფერი ჩემს შესახებ. აი გჯერა ბათუმში ჩვენ ვიჩხუბეთ პირველად. ძალიან ჭუბს ვერ დავარქვით. არა, ჭუბიც არ ერქვა. აი მე ასეთი ზურა არ მინახავს. ხო იცი როგორი იყო? ასეთი ზურა მე. აი რატო არ მინდოდა? იმდენად დაძაბული, ხა ჭუბი მართლა ისეთი ნათქვამია. აი იმდენად დაძაბული იყო და იმდენად ბევრი საქმის კეთება უწევდა, რომ ასეთი ზურა არ მინახავს და ეხლა ერთსაც ვიტყვი. ფილმების მოძიება ძალიან ცოტა დრო იყო და უცხოეთთან ძირითადად მუშაობდა სხვადასხვა ადამიანები და ხა საქართველოში რაც უნდა ფილმები უბრალოდ ინფორმაცია მისულიყო რეჟისორებამდე რომ ფილმები შემოსულიყო ძირითადად აი ესე მე ვიყავი ამ უბრალოდ ჩემზე იყო ეს მონდობილი და შემთხვევით სრულიად შემთხვევით ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო მითხრეს რომ ბენო ქაშაკაშვილი ეს ყველასათვის ცნობილი ევერესტის დამპყრობი ჩვენი სასახელო ადამიანი ალპინისტი ბენო ქაშაკაშვილს აქვსო ფილმებიო ეს როდესაც მიდიოდა ექსპედიციაში იღებდაო და მე არ ვიცოდი და მე დაურეკე ბატონ ბენოს და არ ვიცნობდი და უთხარი თუ შეიძლება მეთქი თქვენი ფილმი მინდა თქო რომ აუხსენი სპორტული ფილმების ფესტივალი ტარდება რაც ძალიან გაუკვირდა და ჩვენ სატელეფონო საუბარი გვაქვს და მომისმინა ყველაფერი გადასარევად გაიგო როგორც ჩანს და ჩემი თანაშემწეო დაგიკავშირდებათო და ფილმს მოგაწვითო კარგით და გადის 2 დღე და მე მიკავშირდება ბატონი ბენოს თანაშემწე გადასარევი ადამიანი მარი ჭოიძე ხო? დიახ. მარი და შევთანხმდით რომ ფილმი უნდა მომაწოდოს და მეუბნება ასეთ რაღაცას. კარგით მეუთხარი ვჩქარობდი ამად მე გეტყვით რა მისამართზე და დავემშვიდობო. ერთი წუთითო მე თქვენთანო ერთი წინადადება მაქვსო და გისმენთ ხო მეუთხარი. თქვენო ალბათ იქ ალაფუშეტი გეკნებათო. მეუთხარი რა საკვირველია. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ღვინოთ შემოვიდეთ. ეს იყო იმდენად წარმოუდგენელი გია. აი ვიწყებთ ამ ყველაფრის კეთებას და რასაკვირველია მათ სპეციალურად ფესტივალისთვის ფესტივალის ლოგოთი გვაჩუქეს ეს ღვინო
მაგრამ ამ ღვინოში არ არის საქმე. აი ეს დამოკიდებულება ისეთი სტიმული იყო ჩვენთვის და ისეთი დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ადამიანებს, რომ აი ვერ წარმოიდგენთ. აი რაღაც ხო არის, რომ განწყობა ისეთი დღე იყო, რომ აი განწყობა რომ გიფუჭდება, რომ ფიქრობ, რომ გამოგივა თუ არ გამოგივა და აი მარის ზარი იყო ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია და ასევე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო შესანიშნავი ფილმი აქვს ბატონ ბენოს. აი ბევრ რეჟისორს შეშურდებოდა, ეს არის მიხეილ ხერგიანის ხსოვნას მიუძღვნა სუალტო და აი ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა ამ ფილმმა. რა მაინტერესებს ფესტივალის ფარგლებში? ანუ პროფესიონალური ფილმები თუ შეიძლება მოყვარულის გადაღებული? ძირითადად პროფესიონალურად. ძირითადად. არა, მომავალში, აი მაგალითად მე უკვე ვაანონსებ. რატომ არ ვიცი, ვფიქრობთ. ნახეთ, მე რომ ასაკში შევდივარ. დიო. აი ვიღაცა მოცეკვავესთან მაგ ინტერვიუ. მინდებო, აი შეიძლება ჩაბეწერო, მოვიდე თქვენთან სტუდიაში ვიცებო? აქ მომღერალი. აი რაღაც, აი ახლა გისმენთ და მომინდა ერთი წელი მაგ წინ. შენ რეჟისორი ხარ პროფესიით? არ ვიცი ამას მალავ თუ რატომ მალავ. ჩვენ ერთ კურსზე ვსწავლობდით. ძალიან კარგად ბევრ პროფესიას ართმევს ეს ადამიანი. თავს ხედავს მაყურებელი, მაგრამ ვინც არ იცის, მე მისი საკურსო ფილმები ერთ კურსზე ვიყავით მინახავს და ძალიან კარგად შეუძლია ასე. მორიდებული ადამიანია. მორიდებული ვარ, სასწაული რაღაც უნდა გითხრა. ნუ დავამთავრე კინორეჟისორო, ერთად ვსწავლობდით. სულ ესე ვამბობ, ნუ დიპლომი დავიცავი თურქეთში, საკურსოები მაქვს გადაღებული. საკურსო ფილმი დავკარგე. აღარ არის. 33 წელი გავიდა. შეიძლება რომ მოვიძიოთ. და იპოვა. და ვიპო. ნახე, რა სიტყვის ახლა. ბატონი რეზო. საოცარი რეზო. საოცარი. ეს არის ადამიანი. აი ჩემი შემოქმედების შვილი. ჩემი შვილი მაპოვინა ბატონმა რეზო. ბატონო რეზო, აი თქვენ გაგიმარჯოთ ხმას. აუცილებლად. ხო და ეხლა რას ვფიქრობ, იცი? მე შეიძლება გადავიღო ერთ სპორტსმენზე ფილმი. ძალიან კარგი და ფესტივალი დაგელოდება. და თუ მოგეწონებათ, ოღონდ მიმაღებინეთ მონაწილეობა და პრიზნო. არა, ეხლა მაგაზთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. ერთ მანქანას რო კარგი ფილმი გამოვიდეს, მაგრამ ნუ დაუშვათ, ხო? არის არა საკონკურსო ფილმების ჩვენება. ხო, არა, ანუ აი, იმიტომ კი არა რომ მე მჯერა რომ კაი გამოგივა, მაგრამ დაუშვათ თავი რომ დავიზღვიოთ, ხო? დავიზღვებთ. ხო, არა საკონკურსოში, მოხდა. ეხლა ის ძველი თემა მინდა გავაგრძელო, აი კამათთან დაკავშირებით. ეხლა რატო ვამბობ? ხო. აი მე რო პროდიუსერი ვარ, ხო? სხვანაირი მიდგომა მაქვს კინემატოგრაფში. ხა მაია სხვანაირი მიდგომა აქვს. რაღაც პროექტები გაკეთებული ვაქვს, მაგრამ რაღაც რამდენიმე წელიწადი დაუშვათ ერთად აღარ გვიმუშავია, ესე რომ ვთქვა, ხო, პირობითად. მე მაქვს ესეთი მიდგომა, არსებობს ესეთი ცნობილი ფილმი ეშმაკი ატარებს პრადას. ყველას ნანახი აქვს, ხო? კი. ანუ ჩავთვალოთ რომ მე ვარ მერილ სტრიპი და ჩემ გარშემო ვინც არიან, ისინი არიან აი ის ადამიანები, ვისაც ენი ჰეთევეი თამაშობს, ხო? ეხლა ამას რომ ვიცხოვ ადამიანებისგან. ეხლა მაიაზე არ არის საუბარი, ზოგი ბრაზდება. რომ აი რატომ, როგორ იცით რა არის, რომ აი მაიას ეკუთვნის შემოქმედებითი სეგმენტი. დადგმა, დაუშვათ ამ ფესტივალის დახურვის, ფილმების არჩევა, სხვადასხვა საკითხები, მაგრამ მე უფრო ადმინისტრაციულ საკითხებს, სტუმრების დახვედრა, იქ აეროპორტში წასვლა, სასტუმროში მოწყობა, ალია ფუშეტის მოწყობა, ის. ესეც სანერვიულია. ერთის გარეშე არ გამოვა მეორე, მეორის გარეშე არ გამოვა პირველი, ხო? ამიტომ რაღაცნაირად შეიძლება ცოტა უხეშად მომდის ახლა. ცოტა ფიცხი. აი კი არ ვეჩხუბები, აი მოვითხოვ ადამიანისგან და თან მაქვს ერთი ის, აი რა ვიცი, მაია ალბათ დამთავრდა. მე როგორც მუშაობ, მე ფიზიკურადაც მუშაობ, თუ საჭიროა. ამიტომ სხვისგანაც იგივეს ვითხოვ და ვიღაცა თუ რაღაცას ვერ ასრულებს, მე შეიძლება გაუბრაზდე. იცი რა მაინტერესებს. საწყენი არ უნდა იყოს. როგორც მეუღლე მომთხოვია, რომ აი დაუშვათ ყვარი როცა პრეტენზია. არა. აი არა, იცი რა გია ბუნებრივია რომ ეს ხო ზურას იმედია და ჩავიფიქრე.
როგორ შეიძლება ეს არ თქვა, რომ ზურა რო არ ყოფილიყო, ვერ გავაკეთებდი, ხო, წარმოუდგენელია და არა, ნამდვილად არ არის მოუთხოვნი, მე თუ წერ ზურას შეუძლია სადილი გააკეთოს. ნამდვილად ან უხერხულია არ მიყვარს შულებს და ქმრებს რო აკეთებს. შრომის განაწილებას ეძახება. არა, მართლა კარგი ბიჭია, კაცო. უბრალოდ იქ არა, ნამდვილად. შემაქეს აია. აი, კამათიც არისო, ჩემთვის იყო გასაკვირი მისი ეს პოზიცია. მოგეშინე, მაგრამ სხვები შეძეუა ეს დღეში იყო. არა, რბილია და იქ იყო სხვანაირი. ნახე, რა გამახსენდა, იცი? ბატონი ოთარი იოსელიანი რო ჩავიდა საფრანგეთში, ფილმს იწყებს და უკვე პირველი დღეა და პროდიუსერს ეუბნება, რომ ის ავტობუსიო რო ჩამოვაო, სად დადგებაო, ხალხი რო უნდა ჩავიდესო და ეს უყურებს ეს თქვენ მიგეკითხებთ. ხო, ჩვენ მივხედავთ. ჩვენ მივხედავთ. ეს ქართული ხო, ეს კი მართალია. მოკლედ შემოწვით ფასებული რეკლამაზე. გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით შემოსაყვარელო და ძვირფასო რადიო მსმენელებო. მოკლედ, შემოძვირფასო, შემოსაყვარელო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო, სოციალურო ქსელის მომხმარებელო, ყველას მოგმართავთ დიდი სიყვარულით და დღეს პარასკევია გრძელდება ჩვენი გადაცემა და საინტერესო ამბები, როცა რაღაცა ხდება ახალი, აი ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიხარია და ფესტივალი დაიბადა პირველი წელია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ის ნერვიულობა დამთავრდა, წარსულია. მოდით რა მითხარით, იცით? აი ფესტივალის კი, გასაგებია თქვენ დაარსეთ, დირექტორატი თქვენ, ყველაფერი და თქვენ არჩიოთ ადამიანები, ჟიური, ორგანიზატორები, ეს ყველაფერი მითხარით ჟიურიზე, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული ბირთვია. კი, ვაი, ბძანეთ. ჟიურის თავმჯდომარე იყო ქალბატონი მარინა კერესელიძე, ხელოვნებაცოდნე, კინოს კრიტიკოსი. მოვიკითხავთ ქალბატონ მარინას დიდი სიყვარული. შესანიშნავი ჟიური ყავდა და აი ქალბატონმა მარინამ აი ძირითადად სწორება ჰქონდა მარინაზე და აი შესანიშნავად ჩაატარა ეს ყველაფერი. ირაკლი პაპავა, კინოდოკუმენტალისტი, მიშა ჭიაურელი, გიგა გვენცაძე, მიდის სანახავად. გიგა გვენცაძე და არსენ არაქელიანი, კინორეჟისორი სომხეთიდან. აი მართლა კარგი ჟიური იყო, ისე კარგად იმუშავეს და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ვეძახი მათ ჩვენი შესანიშნავი ჟიური. და ძალიან დიდი წვლილია მათი, რომ აი ასე კარგად ჩატარდა და ასეთი ობიექტურები იყვნენ და მართლა ვისეულმა ფილმებმა გაიმარჯვა. ძალიან სწორი არჩევანი გააკეთეს. აი თითოეული პრიზი იმდენად ობიექტურად, ხო, ზურა? კი. და იმდენად ღირსეულად გაანაწილეს, რომ საოცარი იყო. რა მაინტერესებს, ეხლა მე ბუკლეტს ვხედავ და იმედია ეს ერთი ცალი არა გაქვს. არა, რა თქმა უნდა. მე გვინდა საჩუქრად გადმოგცეთ. ფლობელი იქნება ეს, რა თქმა უნდა, ეს კატალოგი, როგორც ყველა ფესტივალს აქვს ჩვენს ფესტივალსაც, აქ არის ჟიურის წევრებიც, თითოეული მონაწილე, აი ფილმს რომ შემოიტან, ბატონო გიორგი მემრის შენც იქნები. აუცილებლად იქნები, აუცილებლად. კი, მან დაარი ფაქტობრივად მთელი ფესტივალი. მთელი ფესტივალი აქ არის. თავის ჟიურით. არა. აქ იყო 3 სხვადასხვა პროგრამა, ეს იყო ძირითადი კონკურსი, რომელი ფილმებიც იყო, ასევე იყო არასაკონკურსო ფილმები და იყო რეტროსპექტივა, წეღან ბატონი რეზო ვახსენეთ, აი ბატონმა რეზომ მოგვაწოდა ისეთი ფილმები, რეზო მახათაძე, მე მატიანის დირექტორმა. მე უკვე ჩემს საოცარი ბატონი რეზო და მინდა ვთქვა, რომ ბატონმა რეზომ სპეციალურად ფესტივალისთვის აღადგინა ალექსანდრე ჟღენტის ფილმი გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და უღრმესი მადლობა ბატონ რეზოს ამისთვის. და სხვათა შორის კი მინდა გითხრა, რომ სპორტული ფილმების ჩვენმა საერთაშორისო ფესტივალმა დააჯილდოვა ბატონი რეზო კინომემკვიდრეობის დაცვისათვის და სპორტულ კინოში შეტანილი წვლილისათვის მიშა ჭიაურელი. ამის გარდა
პირველმა ჩვენმა ფესტივალმა აღნიშნა ნანა მჭედრიძის პირველი მერცხლი ამ ფილმის გამოსვლიდან 50 წელი გავიდა, ეს თარიღიც აღნიშნა და დააწესა ნანა მჭედრიძის პრიზი და ალექსანდრე ჭყინტის პრიზი. ძალიან ლამაზი პრიზია ორივე და ორივე წავიდა ძალიან საინტერესო გადაეცა ღირსეულ ფილმს. რეჟისორს. ესე იგი, იცი რა არის სიმბოლურია, როცა თქვენი პირველი ფესტივალი ჩატარდა ბათუმში, აჭარაში. და ძალიან მინდა, აი ჩემს მოსაზრებაში ხო არ ყველას აქვს ოცნება, აი ფესტივალების აი ეს ადგილი უნდა იყოს ბათუმში. არის კი. ასე ამბობენ ფესტივალის ხალხი. არის კიდეც უამრავი ფესტივალია. იცი რა, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ოღონდ ნახეთ, ეხლა მე არ ვიცი კითხვას გისვათ. მომავალ წელსაც ესე გაგრძელდება თუ რეგიონებში გინდათ რომ ჩაატაროთ? აი მე რა მინდა დავაღოდე ხო. როგორც დირექტორი ჩემი მხრიდან არაშემოქმედებითია შეიძლება. პირველ რიგში მინდა აუშვა სპორტული ფილმების საერთო ფესტივალი ნიკე გაერთიანდა სპორტული ფილმების და ტელევიზიის საერთო ფედერაცია ფიქტში, რომელიც არის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია. ფიქტის დირექტორთა საბჭომ შემოგთავაზა, რომ მილანში 2026 წელს ჩატარდება იანვრის-თებერვლის თვეში ოლიმპიური თამაშები და იქ ვაჩვენოთ ამ ფესტივალზე გამარჯვებული საუკეთესო ფილმები. არის ესეთი მილანის ჩელენჯი ქვია ფიქტის და ეს ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ხა მომავალს. ჩვენ ვფიქრობთ ესეთ რაღაცას, რომ შეიძლება მაგალითად ფესტივალები ჩატარდეს სხვადასხვა ქალაქებში. მე მგონი უკეთესია. აი საინტერესო იდეა ხა მაგალითად ბათუმის თვითონ ამოირჩია. არა, ბათუმი პირველი რო იყო ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ეს ფესტივალის ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე იყო ბატონი გიორგი შიუკაშვილი. არის ესეთი პიროვნება, ბიზნესმენი, რომელიც ასე ვთქვათ, მეცენატია და აი ეხმარება ქართულ ტრადიციულ ჭიდაობას. უნდა რომ ქართული ტრადიციული ჭიდაობა იქცეს ოლიმპიურ სახეობად, მის პოპულარიზაციას აკეთებს, რაღაც ტურნირები სტარდება. ფილმი წარმოადგინა მან როგორც პროდიუსერმა ჭიდაობაზე და არა ზურა კი იტყოდა ახლა რატომ ჩავეჭერი, მაგრამ ძალიან საინტერესო ფილმი და მისმა ფილმმა სამშობლო საქართველო ჭიდაობა ქართული ასე ქვია, აიღო ჟიურის სპეციალური პრიზი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიზი აიღო ბატონ გიორგი პროდიუსერი ამ ფილმის და კიდევ ერთხელ ულოცავ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. თვითონ ეს ქართული ჭიდაობა, ვინც ჭიდაობაში ერკვევა, მათ იციან და მე ახალს არაფერს არ ვიტყვი, არ არის ოლიმპიური სახეობა და ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, მგონი უკვე ხდება ოლიმპიური სახეობა, ქართული ჭიდაობა, იაპონიაში უკვე ჭიდაობენ ქართულ ჭიდაობას და მე რამდენადაც ვიცი, ბატონ გიორგი ჩემპიონატიც კი ჩაატარა შარშან, ოღონდ არ ვიცი. საბერძნეთში. არა, საქართველოშიც ჩაატარა, ეს არ არის ქართულ საზოგადოებისთვის ცნობილი და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეს ადამიანი. მან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მაია უკაცრავად არის ის, რომ ბატონი გიორგი თვითონ იმდენად მოიხიბლა და დაინტერესდა ამ ფესტივალით, რომ ესეთი იდეა შემოგთავაზა, რომ იქნებ ეს ფესტივალი დაუშვათ რაღაც მას აქვს რაღაც ტურისტული რაღაც კომპლექსი შილდაში, რომ იქნებ იქ ჩავატაროთ. ესეთი კახეთი. კახეთი. კი, შეიძლება რომ რაღაც აი წრე დავარტყათ და ისე ბათუმში მოვხდეთ 10 წელიწადში სიტყვაზე ვამბობ რა და აი რა ვიცი ახლა ბატონი გიორგი თუ მოინდომებს თვითონ გადაწყვეტს. რა თქმა უნდა. საერთოდ რა არის ეს აჭარა არის ძალიან ჩემთვის ძალიან ღირებული მხარე, იმიტომ რომ აჭარაში დამაფინანსეს სადიპლომო მართლა ბატონმა ასლან მართლა ეს არ ვიცოდი და გადავიღე მე ქართველი ვარ და 85 წლის მეწისქვილეს სასწაულებს გვიყვებოდა და არ ვიცი აი იმდენად გახარებული ვარ, მართლა მინდა რომ წარმატება გისურვოთ. ეხლა მე ახალი სტიმული გამიჩნდა. რომ აქ მოხდე. ხო, რომ მოხდე აქ.
და გია მაინც იცი იმდები რომ წვრილიას ვერ არა მაგრამ სახელი და გვარი მსხვილად ფილმის შინაარსი წვრილად აი სულ მგონია რომ ადამიანი რაღაცა სიკეთეს რომ გააკეთებს რა თქმა უნდა მადლიერება უნდა გამოხატოთ აი მე სულ მგონია მთელი ამ ხნის მანძილზე მაისიდან აი ფესტივალი ჩატარდა და დღემდე მაქვს ეს შეგრძნება რომ აი ეს მადლიერება ჩემთვის ახლა ესე ვიტყვი თუ შეიძლება თუ არა და ამოჭერით მე ვერ აღვიქვავ ქალბატონ ელისოს ჩვეულებრივ მოვლენად და სულ ვამბობ ჩემი საოცარი ელისო ბოკვაძეზეა ლაპარაკი ნუ როგორც პიანისტით რო ვარ აღფრთოვანებული დიდი ხანია აი სულ მგონია რომ იმ მადლიერებას აი დღემდე ვერ გამოვხატავ ამ ადამიანის მიმართ გესმის გულში ხო იცი რა გავიფიქრე როცა თქვი რომ როცა აირჩიეს თქვენი ფესტივალი მე ახლოს ვიცნობ წლების წინ შეხვედრილად ვისაუბრია მე არ გამიკვირდა იმდენად ღრმა საოცარი ადამიანი და ყველაზე კარგი რა არის იცი ჩაიარა ჩვენ ხო ქართველები ცოტათი ანგარებით უდგებით ხოლმე რაღაცეებს და ეხლა აღარ გჭირდებათ კი თქვით მადლობა მაგრამ ხო და დიდი მადლობა იმისთვის რომ თქვენ ხართ ძალიან მადლიერი არა ძალიან ყოველთვის ვიქნები იმიტომ რომ ჩემთვის ეს ფესტივალი ასოცირდება ქალბატონ ელისოსთან ნამდვილად ასია იმიტომ რომ აი სულ ვამბობ რომ მან ფრთები შეასხა ნიკეს და ეს არასოდეს არ დამავიწყდება ეს ფესტივალი იარსებებს და ალბათ ბევრი წლის მერეც მე მინდა რომ ყოველთვის ახსოვდეს მნახველს და დამსწრეს დაიბადა მაშინ ნიკე როდესაც აჭარის კულტურის მინისტრი იყო გარდა მაგისა ქალბატონ ელისოს უღრმესი მადლობა არიან სხვა ადამიანები მე დავწუნდი ერთამდეში ვისაც აი ეს ენთუზიაზმი შეუძლია რომ ხარი აუბან და დაგეხმარონ და ხარში დაიგდნენ უსასყიდროდ უფულოდ უყველაბროდ და აი ეს მართლა მახარებს იმიტომ რომ სანამ ეს იარსებებს ფესტივალები და ფილმები და სპექტაკლები და სატელევიზიო ყველაფერი გაკეთდება აი ეს არის თავი და ერთი რაღაც მადლობა სულას აი ნახე ის ჩვენიანები სულ დამავიწყდა დიდი მადლობა ჩვენს გუნდს ვისთან ერთადაც მუშაობ რა თქმა უნდა ნათია ხორბალაძეს რამაზ ნაცვლიშვილს დავით ჯვარშეიშვილს საბა სამარგულიანს არ ვიყავით დიდი გუნდი ნუ უცხოეთთან ურთიერთობას ქალბატონი ნინო ხელმძღვანელობდა ასევე ალექსანდრე არჩვაძე და აი მე მინდა აუცილებლად თქვა აი ეს რომ შეიქმნა არის ერთი ძალიან კარგი გოგოს დამსახურება ჩვენ ღამეები გავათენეთ ერთად ეს არის გვანცა მახათაძე გრაფიკოს დიზაინერი და მან აწყო ეს აი ეს მართლა ძალიან კარგი გამოვიდა და დიდი მადლობა ასევე გვანცა მახათაძეს აი ეს მინდოდა დიდი მადლობა თქვენ და ნახეთ ჩემო ძვირფასებო მთელი გადაცემის მსვლელობის დროს ყველა ფრაზის თუ წინადადებების შემდეგ იყო მადლობა. აი ზუსტად ეს მადლიერება ის, რომელიც წარმატების გზას გიჩვენებს და აუცილებლად გააკეთებ იმას, რასაც ჩაიფიქრებ. მოკლედ, გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე და იცოდეთ, რომ მე თქვენთან ყოველ პარასკევს 17 საათსა და 17 წუთზე გია ჯაჯანიძე ვიქნები და გადმოგცემთ ძალიან დიდ პოზიტივს. მიყვარხარ.